თან კანდიდატების გულშემატკივრები არიან შეკრებილები. შეკრებილებსა და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რეზი არველაძის ძმას შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. რამდენიმე წუთიანი პოლემიკის შემდეგ არველაძემ ტერიტორია დატოვა და შენობაში გადაინაცვლა. მედიისთვის კომენტარი გააკეთა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კვორუმი შედგა, თუმცა არჩევნები არ დაწყებულა. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სპორტის საზოგადოება. ორგანიზაცია საქართველოს სპორტის საზოგადოება. მოისმენთ სადმუშაო. საქართველოს სპორტის საზოგადოება. ჩემს დავალებებს ასწავლე. მე ჩემს ძმას მაინც ვიჭერ. მევასწრებთ საქართველოს გულშემატკივრების დავალება. სიამაყეა საქართველოს დაპორტის თქვენ სამი ძმები. მაგრამ 11 წელი იყო მე 12 მაგაკეთა ესეთი მეორე როცა ამბობ შენ შემოგევლენო ბიჭები დაიჭირესო ბიჭებს როცა იჭერდნენ მაშინაც გაჩუმებული იყავი თქვენ მაშინაც ყოველთვის არ მინდა ახლა საქმის გარჩევის ისა სოცა გინდა თუნდაც პირდაპირ სადმუშაო დავალებას არ ვასწრებ ქართულ ფეხბურთზე ვარ შეყვარებული საოცრად და თქვენმა ძმებმა იმ კლანებმა დავალებას არ მიგდათ